მოგესალმებით, მეგობრებო. საღამომშვიდობის, ეხლა არის 9:15 წუთი. მოკლედ დღეს დავშალე ნაძვისხე. საერთოდ წესით 19-მდე უნდა იყოს ხოლმე ნაძვისხე დაშლილი. შარშან არ მახსოვს ზუსტად მანამდე, დავშალე ნაძვისხე თუ არა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს ტრადიციაც არ ვქია, რაღაცა ჩვევაში ჩავსვა. ხო, ესე ამიხსნეს, რომ სასურველია, ამ დღესასწაულამდე იყოს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ნაძვისხეს მაინც სხვა ისტორია აქვს და სხვა დატვირთვა აქვს და რაღაცნაირად არ ჯდება რა. მოკლედ. ხო, დღეს კიდევ სოსომ ჩაიდანი დაწვა, დღეს არ დაუწვავს, დაწვა რამოდენიმე დღის თუ ერთი კვირის წინ დაახლოებით და დაავიწყდა თუ კნოპკა შემთხვევით დაეჭირა და გადაიწვა რა, მოკლედ დადნა. ის შეიძლება ვახსენე კიდევაც რომელიმე ვიდეოში, არ მახსოვს ზუსტად. ხო და დღეს გავაკეთე ძველი, მქონდა კიდევ კაი აღმოვაჩინე ძველი სუსუ თავიდან, რომელიც ვიყიდე ვერცხლისფერი ჩაიდანი, ოღონდ თავსახური მომძვრალი ქონდა და ის თავსახური გადავაგდე. ეხლა დამაგრებით არ ვიცი, მოვახერხებდი თუ არა იმის დამაგრებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩაიდანი გავაკეთე და მუშაობს. ეხლა ჩვეულებრივად გადავრჩით. ხო, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ის არის რა, უცბად ან ჩაის მოადუღებ, ან ყავას, ან რაღაცას ძნელია ჩაიდანის გარეშე. სულ გაზი რო არ დავხარჯო, ამ კუთხით. ეხლა თუ ვინმე ახალი მიყურებს, ალბათ გაუკვირდება რას ქვია გაზი არ დახარჯო. რახან ბალონზე გვაქვს, ბალონი გვაქვს, ბალონით გვაქვს გაზი, ამიტომ. ხო, რაც შეეხება, ახლა კიდევ მინდა არ მინდა რაღაცნაირად ესე არ გამოდის ხოლმე რა და უნდა მაინც თქვა წინა ვიდეოებზე ნეგატიური კომენტარების შესახებ. მაინც ვახსენებ, არა უშავს. საერთოდ ვცდილობ ხოლმე რომ დავაიგნორო და კარგი აზრიც არის აწი ამ დღის მე რომ ვეცდები მაქსიმალურად რომ საერთოდ არ ვახსენო ესეთი რაღაცები, მაგრამ ეხლა იმას ვიტყვი რომ მოკლედ კომენტარზეც არ არის აქ საუბარი, ნეგატიურ კომენტარზე რამდენადაც გამაღიზიანებელი არის ის, რომ ვიღაცა ჩუმად მიყურებს მე და ნეგატიურ კომენტარებს იწონებს რა, ეგრეთ წოდებული ლაიკები რო არა ამ კომენტარის ქვეშ. ხო, და დაახლოებით მოვთვალე სადღაც 15-მდე ესეთი ადამიანი. ძალიან მებრალება ეს 15-მდე ადამიანი, დიდება უფალსო უფრო მეტი არ არის. შეიძლება ვინმე თავს იკავებს, ეს მისი პრობლემაა, ღმერთი ყველას ხედავს. მე ვერ ხედავთ, მაგრამ ღმერთი ყველას ხედავს და ყველას მოკითხავს არასწორ დასკვნებს, არასწორ აზრებს, ცილის წამებას თუ ასე და ასე შემდეგ. უკვე არ vicი მე რამდენად ვამბობ ამას, მე რამდენად ვიმეორებ. ეს არანაირად არ აისახება ჩვენზე, ჩემზე, სოსოზე, ჩემ ნათესაობაზე, არანაირად. ადამიანი, რომელიც ესეთ რაღაცას აკეთებს, იწონებს, თუ ფიქრობს, თუ რაღაცა ნეგატიური განწყობა გააჩნია სხვა ადამიანის მიმართ, მით უმეტეს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არაფერს არ უშავებს, ვფიქრობ ძალიან ცუდ შედეგებს თვითონვე დაიჭერს, ცუდ შედეგებს ცხოვრებაში და მე გაუკვირდება საიდან, რატო, როგორ და ჯიუტად კიდევ ამტკიცებენ იმას, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ, მე არაფერი დამიშავებია. შეიძლება თვლიან, რომ ეს არაფერია, მაგრამ მოკლედ დრო
დრონი მეფობენ და არა მეფენი, მოკლედ ყველაფერს თავისი, ასე ვთქვათ, დრო და ადგილი აქვს რა. ხო, ეხლა ეს მე საიდან ვიცი, ანუ რომ კარმა არსებობს, რასაც დათესავი მას მოიმკი, ასე ვთქვათ, არსებობს, ეს არის 100%-იანი წყალი არ გაუვა, ხო და ძალიან ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში, ახლა შეუცდომელი არავინ არ ვარ, ხო, თავისთავად. მე იმედი მაქვს, რომ ბავშვები არიან, უფრო ბავშვები თავქარიანები არიან და შესაბამისად უჭირთ ანალიზის გაკეთება, უჭირთ ჯერ მათი აზროვნება ჩამოუყალიბებელია და უჭირთ რაღაცა დასკვნების გაკეთება, იმიტომ რომ არ აქვთ პრაქტიკა, არ აქვთ გამოცდილება ცხოვრებისეული და ზერელეთ მხოლოდ ბავშვები საუბრობენ ხოლმე როგორც წესი. იმიტომ რომ მეც ესე ვიყავი ბავშვობაში, მახსოვს ემოციების გარეშე რაღაცა ცივი გონებით თითქოს ჩემ იმას რაღაცა ესე მეგონა, რაღაცა ესე ვთვლიდი, ესე რაღაცა ჩემებური შეხედულება მქონდა, ხო? მაგრამ ეს დაახლოებით იმას გავს მაგალითად ცურვა რო არიცი და საერთოდ წყალთან შეხება არ ქონია და საუბრობ ასე ვთქვათ საცურავ კოსტიუმზე, ზღვაზე, ცურვაზე და ასე შემდეგ. ანუ წარმოდგენა რო არა გაქვს რა და უბრალოდ თეორიული ის არის რა, მხოლოდ და მხოლოდ საუბარი. და პრაქტიკულად შენ არ გამოგიცდია ის და არ გამოგივლია. ძალიან ხშირად არის ადამიანებს ატყუებენ მაგალითად როცა რაღაცა პრობლემა აქვს, ხო? დაუშვათ ადამიანს, რაღაცა კონკრეტული პრობლემა. და მეორე ადამიანი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ პრობლემის თაობაზე და უბრალოდ სიტყვის მასალად, რომ ვითომ და მხარი დაუჭიროს და ვითომ და ანუ გეშოს და ეუბნება სიტყვებს, მე შენი მესმის, მე შენ გვერდში გიდგავარ და რაღაცა, ხო? ძალიან ყალბია ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ ადამიანმა იგივე არ გამოიარა, იგივე არ გამოცადე, ხო? ამას ჯობია საერთოდ დადუმდე, გაჩუმდე და არაფერი არ თქვა. იმიტომ რომ ესეა საერთოდ. ხო და მოკლედ რამდენჯერ ვისაუბრო ამაზე უკვე არ ვიცი რა, ეტყობა ადამიანებს ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე და ძალიან დარწმუნებულები არიან იმაში, ან უბრალოდ ჯიუტად ჯერათ, რომ კეთილშობილები არიან, ეკლესიაში დადიან ალბათ და ლოცულობენ და რომ გამოდიან ეკლესიიდან, ალბათ ილანძღებიან, იგი მე გონიათ ის უშავლენ და ისევ მოინანიებენ ამ ცოდებს, რაღაც ინდულგენციის იმედად რო არიან. მე მინდა დავამშვიდო ესეთი ადამიანები, ესეთი თვალთმაქცები, რომ არანაირი ინდულგენცია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სამართალი. და კანონზომიერება. ან ხარ კარგი ადამიანი, ან არ ხარ კარგი ადამიანი. მოკლედ, სხვა ვარიანტები არ არსებობს, აი შუაში და რაღაცა იქითაც და აქეთაც. მოკლედ, ძალიან ის არის რა, ამ ბოლო ხანებში რასაც ვუყურებ, აი არც მინდა ვისაუბრო საერთოდ არც პოლიტიკაზე, არც არაფერზე მსგავსზე, იმიტომ რომ იმდენად სიბინძურეა, ირგვლივ, იმდენად გაიხრწნა და გაირყნა სამყარო, რომ იმ რეალობას ვეღარ აღიქვავს ადამიანი, სადაც სინამდვილეში არის, ხო? და ძალიან ესეთი გახდა რა, მატერიალური გახდა და რატომღაც გონიათ, რომ ეს მატერიალური არ ვიცი, თან მიაქვს ვინმე სადმე ცხოვრება რომ თავდება? მე არ ვიცი, ეტყობა ამის იმედი აქვთ, რომ თან წაიღებენ ამ ყველაფერს, რა ვიცი. ხო და მოკლედ ძალიან შეიცვალა თქო სამყარო, ვერ ვიტყვი, ყოველთვის იყო ალბათ ეს სიბინძურე, უბრალოდ ჩვენ ქვეყანაში კიდე რაღაცა იყო, ოდესაც ღირებული, ინარჩუნებდა ქართველი ადამიანი თავიანთ სახებს, ქართველი ადამიანი თავის სახეს და იმ ტრადიციებით, იმ
კულტურით ხო განსხვავდებოდა სხვა ადამიანებისგან, სხვა ქვეყნების ადამიანებისგან და ამით იყო ღირებული, მაგრამ დღეს რას ვხედავ? დღეს ზუსტად ის არის, რომ უფასურდება ეს ჩვენი ტრადიციაც, ეს ყველაფერი და ვინ არის დაინტერესებული თუ არა მტრები ჩვენი ქვეყნის, ხო? თავისთავად ახლა ტრადიციის გარეშე ადამიანი ვინ არის? არავინ, ხო? ხო და აი ესეთი ძალიან სტანდარტული, ესე ვთქვათ, ისეთი გავხდით რა, დღესდღეობით აღარაფერს არა, ღირებულება ის რაც იყო რა, ბევრისთვის შეიძლება ეს მიუღებელი იყო და რაღაც თვლიდნენ, რომ ეს რაღაც არ შეესაბამებოდა 21 საუკუნეს და რაღაც, მაგრამ ზუსტად ამაში იყო ის ხიბლი და ის გამორჩეულობა, თუ როგორ ვთქვა, განსაკუთრებულობა ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის, რომ ჩვენ აი ეს ტრადიცია გვქონდა და სხვათა შორის ძალიან ბევრი იყო ამითი აღფრთოვანებული. მე გაგონილი მაქვს ძალიან ხშირად საზღვარგარეთელების მხრიდანაც იყო ესეთი ის, რომ აი მოწონება და აღფრთოვანება იყო ჩვენი ქვეყნის ტრადიციებისადმი. ხო, საიდან დავიწყე სად წავედი. სამწუხაროა ხო ის რაც ხდება ახლა მსოფლიოში მთლიანობაში, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი შედეგი და ახლა ხანს რამოდენიმე დღის უკან ვუყურებდი როგორ ქარიშხალმა სანტა ანამ როგორ გამძაფრა უფრო ეს ხანძარი, როგორ დაიწვა უძვირფასესი და ძალიან ესეთი ღირებული ვილები, სახლები, მოკლედ თავისი უძვირფასესი ავეჯით და ყველაფრით ინტერიერი, ექსტერიერი მოკლედ მომსპარია და ეს ვფიქრობ, რომ ასეთ რაღაცაზე უნდა დაფიქრდეს ადამიანი და მიხვდეს იმას, რომ ყველაფერი არის დროებითი და დღეს რო არის, ხვალ შეიძლება აღარ იყოს. ამიტომ უფრო ღირებულზე უნდა იფიქროს ადამიანმა. კაია რომ ამბობ სიტყვა ადამიანს, რომ ადამიანმა უნდა იფიქროს. ადამიანობა თვითონ, ანუ ცნება რაღაც უფრო მეც ნიშნავს და ვფიქრობ, უნდა ესმოდეს ბევრს, რომ ადამიანობა ძალიან სხვა რამეა კიდევ. კი, ჩვენ ეს ახლა ყოველდღიურ ცხოვრებაში ვლაპარაკობთ ადამიანი, მაგრამ ადამიანი მეც ნიშნავს კიდევ ის ადამიანობა. თუ პრიმიტიული ის ექნება ახლა მოთხოვნები ადამიანს, ანუ მე რას ვიძახი, ელემენტარული რა, ესეთი რაც იგივე შეიძლება კონდეს ცხოველს, ფრინველს და ასე შემდეგ, ხო? მაშინ რითი განსხვავდება, ხო? ის რომ სისასტიკე ადამიანში უფრო მეტია ამ არსებაში, ეს ფაქტია, მაგრამ აი ზუსტად აი კარგი სიტყვა ჰუმანურობა, ანუ რატო ვამბობთ ამას? ჰუმანურობა, ადამიანურობა. აი ეს ადამიანურობა იკარგება. ხო და მე ვწუხარ ხოლმე, როცა ვხედავ აი ესეთ არაჰუმანურს, არაადამიანურს და დიდება უფალს, რომ ბევრი არ ჩანს და იმედი მაქვს არც გამოჩნდება. თუ იმალება კიდევ ვინმე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ღმერთი ყველას ხედავს აბსოლუტურად, ყველას. ხო, ახლა გუშინ ვიდეო არ გადავიღე. სხვა საზრუნავი იყო, რაღაცა სხვა საფიქრალი, რაღაცა ვერ განვეწყეთ, ან მე სოსოს ჰქონდა მობილური, ვინც იცით, საზიარო მობილური გვაქვს ახლა. ხო და ჯერჯერობით რა, დროებითია, მაგრამ როდის იქნება, როდის მოხერხდება, ჯერ არ ვიცით რა, ეს ანუ მობილური შეკეთება, იმიტომ რომ არ ჯდება ძალიან იაფიც ახლა. ეს ეკრანი რო გამოდგომოდა, რომელიც გამოვიწერეთ ემუდან, მაშინ 30 ლარად კეთდებოდა. ანუ 30 ლარს იღებდა ხელოსანი თვითონ დაშლა აწყობის ამბავში და
ეხლა თუ თვითონ მოიძია ესეთი ეკრანი, ეს ეკრანი ეღირება 80 ლარი. და მე არც და აღარ დავაზუსტე, ანუ ამ 80 ლარში შევიდო და ეს ხელობაც თუ მოკლედ არის პატარა თანხა. მაგის გამო მე დიდი ხანი გადავდე ტელევიზორის შეკეთება, იმიტომ რომ დამიფასეს 100 ლარი. ასე რომ ტელევიზორი ისვენებს ჯერჯერობით. არ გვაქვს ტელევიზორი და ვუყურებთ თუ რამის ყურება გვინდა ან პატარა ნოუთბუქში, ან კომპიუტერის ეკრანზე. სხვათა შორის არ არის ახლა როგორ ვთქვათ, ბევრს აქვს ესეთი პაწაწუნა ტელევიზორებიც და არ არის პრობლემა, ახლა მაინდა-მაინც ის ტელევიზორი იყოს ჩამოკიდებული, თუმცა ძალიან მომწონდა ის დრო, როცა მქონდა ხოლმე ჩართული ატმოსფეროსაც კი ვქმნიდი ხოლმე, როცა არაფერი არ იყო ესეთი საყურებელი, ბუხარის, ესე ვთქვათ, ცეცხლის მას კადრს ვაჩერებდი, ანუ ანიმაცია თუ როგორც ქვია რა, მოკლედ. ხო, ესეთი ამბები. დღეს ახან დავიწყე, ასე ვთქვათ, აქ რაღაცები შევცვალე, ნუ თავისთავად ეს ნაძვის ხე, ახლა შესანახი მაქვს, სათამაშოები ჯერ შეფუთულები მიწვია აქ და უნდა დავაბინაო. პატარა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ჩულანს რო ეძახიან, იქ უნდა შევაწყო. ეს გირლანდები, ვისაც ახსოვს, აქ მქონდა ვარსკვლავები. ის ვარსკვლავები, არ ვიცი, კატებმა სირბილში აქეთ-იქით დამიზიანეს და მერე საბოლოოდ გადაიწვა, გაბრჩდა, ნუ კი ანთებდა, მაგრამ ძალიან ბჟუტავი შუქი ჰქონდა, ეცადე გამოსწორებას, მაგრამ რაღაცა არ გამოვიდა. და ეს ყვითელი განათება, იქ არკაში რომ მქონდა, ის გადმოვიტანე აქეთ და ფიქრობ, რომ საინტერესოდ ჩანს აქ. ვინც არიცით, აქ არის ჩემი შვილების სურათები, ჩემი ბავშვობის, სოსოს და ნიკას ბავშვობის, მოკლედ ესეთი სურათები აქ. და ეს კიდევ, ასე ვთქვათ, subscribe-ის ლოგო. ხო, ვისაც არ დაგეზარებათ და არ გაქვთ ჯერ გამოწერილი ჩემი არხი, გამოიწერეთ. კარგით, აბა დროებით, მეგობრებო, ვეცდები ნორმალური ვლოგით მოვიდე და ასე ვთქვათ, სახლის ესეთი ვლოგით. სალაპარაკო, ახლა მართლა ისეთი თემაზეც კი არ მინდოდა ახლა ლაპარაკი, უბრალოდ სიტყვა მოიტანა და იმიტომ რაღაცები ვილაპარაკე. თორე რაღაცნაირად განწყობაც არ არის ჯერჯერობით, მოკლედ ესეთი ამბები. კარგით, აბა დროებით და ხვალამდე.